ეხლა ვკითხულობთ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას. მოკლედ, დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სესლი ნაკაშიძეს აღენიშნებოდა გარეგანი დაზიანება, კერძოდ მარჯვენა და მარცხენა თვალის სისხლჩაქცევა, ასევე შიდა დაზიანება, ტვინში აღენიშნებოდა პიპოქსიური ცვლილებები. ასევე გარდაცვალების მიზეზი, სუნთქვის გართულება და ჟანგბადის უკმარისობა, გარდაცვლილების მდგომარეობა, ცხედარი ნაპოვნია საძინებელ ოთახში, კერძოდ ბავშვის საძინებელ ოთახში, ზურგით მწოლიარე მდგომარეობაში. დასკვნა გარდაცვალებულს აღენიშნებოდა თვალებში სისხლჩაქცევა, ტვინში პიპოქსიური ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ძალადობრივი ნიშნები არ აქვს, არ აღენიშნება თვალის გუგების მდგომარეობა და სისხლჩაქცევები, მიუთითებს, რომ ბავშვი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მცრემლოვანი მსხვერპლი გაგუდულია მიზან მიმართულად. ამ ცნობის მიხედვით, ეს არის მივლინების ცნობა, ამირან ნაკაშიძის მივლინების ცნობა. ცნობის მიხედვით, ამირან ნაკაშიძე 15 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა დოკუმენტი, სადაც ის მიემგზავრებოდა მივლინებაში, სამსახურებრივი მოვალეობის მიზნით, რადგან იქ ტარდებოდა სიმპოზიუმი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოხსენების მიხედვით, დანაშაულის მოხსენების ადგილი, აქ მოკლედ ყველაფერი არის აღაბეჭდილი და აღწერილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია გამოვრიცხოთ ორი ადამიანი, ვისაც არ შეეძლო იმ დროისათვის ამ დასკვნის მიხედვით ტერიტორიულად იმ ადგილას ყოფნა. ეს ორი არის მეზობელი, გარდაცვალების მეზობელი გივი ურიდია და გარდა ამისა, ასევე გარდაცვალებულის მამის ყოფილი მეუღლე თინა ნოზაძე. ეს ორი დროებით გამოირიცხება, იქედან გამომდინარე, რომ მათ ფიზიკურად არ შეეძლოთ იმ ადგილას ყოფნა, რადგან მათი საცხოვრებელი იქედან საკმაოდ მოშორებულია. ამ ადგილას რჩება მოკლედ 3 ადამიანი, მაგრამ სამივე ვინაიდან მისი ნათესავია, ეს ცოტა ამცირებს იმას. უფრო დიდი შანსია და ლოგიკური ეჭვიც არის, რომ სწორედ თინას მოეკლა, იქედან გამომდინარე, რომ ის არის მამამისის ყოფილი ცოლი, ან ყოფილი მეუღლე, მაგრამ ვინაიდან მისი საცხოვრებელი აქედან საკმაოდ მოშორებულია, ეს ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ უნდა გამოირიცხოს და დანარჩენ 3 კანდიდატს განვიხილავთ, თუმცა ამ ორს ბოლომდე მაინც არ გამოურიცხა, უბრალოდ მეძობელი ძალიან მეეჭვება, რომ მეძობელს მოეკლა. აქედან გამომდინარე, ძირითადი ეჭვი ამჟამად მაქვს მამის მეუღლეზე, ნაკაშიძის მამის მეუღლეზე, თუმცა დანარჩენებსაც არ გამოურიცხავ, მაგრამ ძირითადი ეჭვი აქედანა, რადგან მას აქვს ლოგიკური მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ჩაედინა ეს მკვლელობა. ახლა განვიხილავ ნაკაშიძეების ბავშვის ძიძის საქმეს. გადავხედავ, აქედან ჩემი გადახედვიდან გამომდინარე, ის არის 50 წლის, ნასამართლები არასდროს არ ყოფილა, სიმაღლე 1.66 մ, წონა 57 კილო, თმის ფერი ქერა, თვალის ფერი წაბლისფერი, ფეხის ზომა 38, დომინანტი ხელი მარჯვენა, უნარშეზღუდულობა არანაირი, დაზიანება ნიშანი ტატუ,
ანუ რაიმე ნიშანი, არანაირი ტატუ ან არანაირი დაზიანება. სამხედრო გამოცდილება, არანაირი. ფლობს თუ არა იარაღს, არა. გასამართლეობა, არა. დანაშაული ახალგაზრდობაში, ანუ ბავშვობაში, არა. პატიმრობის განზრახვის თავის არიდება, არა. მიმდინარე გამოძიება, არა. დასაქმებული ნაკაშიძეების ოჯახი, დამსაქმებელი ნაკაშიძეების ოჯახია. პოზიცია, ძიძა. დასაქმების ხანგრძლივობა, 1 წელი. გარდა ამისა, დამსაქმებლის მისამართი. შამქორიძის ქუჩა 13. სამსახურის ნომერი. ნინა ნაკაშიძე. აქ ტელეფონის ნომერი, რაც შემდეგ თუ ფლობთ ორზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას შეავსეთ მოცემული გრაფა. ანუ აქ აღინიშნება მისი ავტომობილი მაგალითად და აქედან გამომდინარე არანაირი ტრანსპორტი არ ყავს, არანაირი ტრანსპორტი არ გააჩნია, არც მანქანა, არც რაიმე მსგავსი. აქედან გამომდინარე ეს გრაფა საბოლოო ჯამში ცარიელი გამოვიდა. შემთხვევის თარიღი და შემთხვევის დრო ემთხვევა. უნდა ვაღიაროთ, რომ შემთხვევის ადგილზე, როცა ის იმყოფებოდა და დრო ცოტა უზუსტობაშია მომენტთან, სხვადასხვა დოკუმენტებში, ვინაიდან რატომღაც რამოდენიმე დოკუმენტში ეს დრო თითქოს და შეცვლილია. მართალია დატოვებული არის 8 საათი, ანუ 9 საათს კი ბატონო ეს შეიძლება მოხდა ეს მკვლელობა, მაგრამ ოფიციალურ დასკვნას თუ დავეყრდნობით, ზუსტი თარიღი, უბრალოდ ზუსტი დრო იყო 9:18 წუთი. აქედან გამომდინარე ის იმყოფებოდა 29 წუთამდე. ასევე პოლიციის დასკვნაში დროს ცოტა განსხვავებულად ვკითხულობთ. იქ ვკითხულობთ 29 წუთს. და აქაც ზუსტად დაახლოებით იგივეა ამ დოკუმენტში, ზუსტად 29 წუთი. ეს ცოტა არ ემთხვევა, თუმცა მკვლელობის დრო და პონის დრო ალბათ ძირითადი განსხვავება აქვს. ხო, დანარჩენს ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ დოკუმენტზე. მოკლედ, ძიძის ჩვენების მიხედვით, მან ბავშვი დაუტოვა გარდაცვლილი სესლის მამის ყოფილ ცოლს ან ყოფილ მეუღლეს დაუტოვა ბავშვი. 8 საათზე წავიდა, ვინაიდან გახდა დედამისი ცუდად. აქედან გამომდინარე, მას მოაკითხა მისმა მეუღლემ და სოფელში დედის სანახავად წავიდნენ. მიზეზი ეს იყო, რის გამოც მან უფრო ადრე დატოვა, ანუ 12 ნოემბრის 8 საათზე ის წავიდა. აქედან გამომდინარე, ჩემი პირვანდელი ეჭვი დასტურდება და უფრო დიდი ეჭვი შემაქვს გარდაცვლილის მამის მეუღლის წინააღმდეგ ჯერჯერობით ისაა მთავარი ეჭვიტანილი თუ დავეყრდნობით ამ ჩვენებას. კარგი, ახლა გამოვიდა გივი ურიდიას საქმე. მის დაკითხვაში ვკითხულობთ. მოდი დავიწყოთ ახაც თავიდან. სიმაღლე 1.71 m, წონა 85 კილო, თმის ფერი, ყავისფერი და თვალის ფერი, მუქი მწვანე. შემდეგ ფეხის ზომა 42 ზომა. დომინანტი ხელი მარჯვენა. უნარშეზღუდულობა არანაირი. დაზიანება ეს ნიშნებიან ტატუ. არანაირი. გარდა ამისა, სამხედრო გამოცდილება. სავალდებულო ჯარი. მან გაიარა სავალდებულო ჯარი. რაც შეეხება ფლობს თუ არა იარაღს, არანაირი იარაღს არ ფლობს. ნასამართლები არის. დანაშაულის არასრულწლოვანობაში დანაშაული არ აქვს, ანუ აბსოლუტურად სრულწლოვანი იყო მაშინ, როცა ნასამართლები იყო.
პატიმრობის განზრახვის თავის არიდება არა, მიმდინარე გამოძიება არანაირი. დამსაქმებელი არ ყავს, ანუ უსაქმურია. პოზიცია პენსიონერი. დასაქმებული არ არის საკუთრებაში, დამსაქმებლის მისამართლის, რა თქმა უნდა არა. შემდგომ მას არ ყავს არანაირი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდება. აქედან გამომდინარე, ხო, ახლა დავიწყოთ პირადი ჩვენება. მოკლედ, ნაკაშიძეების მეზობლის დაკითხვიდან გამომდინარე, ასეთი რამ გაირკვა. მან თქვა, რომ ნაკაშიძეების ოჯახში გადავიდა, ანუ მოცემულ მომენტში ნაკაშიძეებთან იმყოფებოდა, რადგან იქედან გამომავალი ხმაური აწუხებდა და გადაწყვიტა მისულიყო. შემდგომ მისივე ჩვენებიდან გამომდინარე, ამირან ნაკაშიძე თავისი უფროსი ვაჟის, რომელიც ხმაურობდა, მის ზემოთ ასაყვანად გავიდა. შემდგომ მას მუდმივად ესმოდა ხმა ერთ-ერთი ოთახიდან, ტელეფონის რეკლვის ხმა, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ამ ოთახში შესულიყო და იქ იპოვა გვამი. რაც შეეხება მოცემულ მომენტს, მან განაცხადა, რომ არ იცოდა იქ მის შესვლამდე რამდენი ხნით ადრე მოხდა მკვლობა, ან როდის მოკვდა. შემდგომ მან ასევე დაამატა ისიც, რომ მოცემულ მომენტში ის იმყოფებოდა თავის სახლში და სანამ შევიდოდა ოთახში, მანამდე უკვე მკვდარი იყო და მკვლობის მომენტში ის იმყოფებოდა სახლში, რაც ცოტა საეჭვოა იქედან გამომდინარე, რომ მან თქვა, რომ არ იცოდა რამდენი ხნით ადრე მოკვდა ის. შესაძლებელია, რომ ის მოკვდა მაშინ, როცა თავად იმყოფებოდა სახლში, ან როცა ნაკაშიძეებს ესტუმრა. მის ჩვენებაში აშკარად შეიმჩნევა ცოტათი დაბნეულობა, თუმცა ეს ისედაც მოსალოდნელი იყო და აშკარა. ჯერჯერობით მასზე დავიტოვებ მსუბუქ ეჭვს, თუმცა ძირითადად არ მგონია 60-40, ალბათ 60%-ია იმის ალბათობა, რომ მას ის მკვლელობა არ ჩაუდენია. ძალიან საჭირო, რომ მას ის მკვლელობა ჩაედინა, რადგან ძირითადად არანაირი განზრახვა არ ამოძრავებდა. ახლა ჩვენ განვიხილავთ უკვე დაკითხვას ამირან ნაკაშიძის. ნახოთ რა გარემოებები გამოიკვეთება მისი დაკითხვიდან გამომდინარე. შეიძლება უფრო მეტი რამ გავიგოთ ამ საქმის შესახებ. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამირან ნაკაშიძე არის მამა გარდაცვლილის. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლისა და დიძის ჩვენებიდან გამომდინარე უკვე ვიცით თუ რა სიტყვის ამირან ნაკაშიძე და სად იმყოფებოდა ის იმ მომენტში, მაინც ვალდებულები ვართ მის დაკითხვას მოვუსმინოთ. პირველ რიგში დავიწყოთ მოდი თავიდან. ესე იგი, დაბადების თარიღი ეს ასაკი 34 წლისაა. სქესი ეს გასაგებია. შემდგომ სიმაღლე 1.80 სმ, წონა 90 კილო, თმის ფერი ყავისფერი, თვალის ფერი მწვანე, ფეხის ზომა 54, დომინანტი ხელი მარჯვენა, უნარშეზღუდულობა არ აქვს. შემდგომ დაზიანება ან ტატუ. ნაიარევი მუხლის არეში, ტატუ ზურგის არეში. ტატუ ანუ ზურგზე აქვს. შემდგომ სამხედრო გამოსვლება. ყოფილი ჯარისკაცი, ანუ ყოფილი სამხედროა. ფლობს თუ არა იარაღს, ამჟამად არანაირ იარაღს არ ფლობს. შემდგომ ნასამართლები არა, დანაშაული ახალგაზრდა ასაკში არა, ასევე პატიმრობაზე თავის არიდება არასდროს უცდია, მიმდინარე გამოძიება მასზე არ მიმდინარეობს. შემდგომ დამსაქმებელი საკუთარი ტურისტული კომპანია აქვს. პოზიცია ნურასები მისისა. დასაქმების
გრძელობა 3 წელი, ანუ 3 წელი გასაშია პროცესში. ხო, ახლა რაც შეეხება იმას, თუ გადაადგილებს რა საშუალებას ფლობს, არ ფლობს არანაირ გადაადგილებს საშუალებას, ანუ არ ყავს მანქანა, რაც ცოტა უცნაურია ბიზნესმენისთვის, მაგრამ მის ჩვენებაში ის განსაკუთრებულს არაფერს აქვს, ძირითადად ორი ხაზია. აქ ამბობს, რომ სესია არის მისი მეორე შვილი, ანუ პირველი ყავს უფროსი ვაჟი, შემდგომ სესილი გაუჩნდათ და აშკარად დაბრუნებულება, რადგან მან არ იცის რა მოხდა, როდის მოხდა და სად იყო იმ დროისათვის. ეს შეიძლება გარკვეული წილად იყოს დამნაშავის რაც იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება თავის არ იგებავნია კითხვებზე ამ პასუხის გაცემით. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ ძირითადად მართლაც ემოციური განცხადებაა, ამიტომ არ მგონია დიდად მას ჩაედინა ეს დანიშნულები, რადგან ვფიქრობ ბუნებრივია მსგავსი ქმედებადი საქციელი. მაგრამ გამოძიებას რომ არ ეხმარება, ეს ცოტა არ მოწონს, მაგრამ ეს ცოტა უფრო მეტ ეჭვს აღწევს მის მიმართ. ახლა ჩვენ მოვუსმენთ თქვას ფილოსოფიის ორი დავიწყოთ კლასიკურად. ასე როცა წლის სიმაღლე 130 ზონა 3 კილომეტრები, სფერი ერა, თვალისფერი, ფაფისფერი, შემდგომ ფეხის ზომა 39, დომინანტი ხელი მარცხენა. ასევე უნარშეზღუდული არ არის, არანაირი უნარშეზღუდულობა. შემდგომ დაზიანების ნიშნები ან ფეხი ან ტატუ. ტატუ აქვს ფეხზე, სამხედრო გამოცდილება არანაირი. ასევე ფლობს თუ არა იარაღს, არანაირი იარაღს არ ფლობს. ნასამართლეობა არ აქვს, არც ბავშვობაში, არც არასდროს არ აურიდებია და არანაირი მიმდინარეის არ არსებობს მასზე საქმე. შემდგომ დასაქმება, დროებით უმუშევარი უწერია, ყველა ეგრე ამბობს. შემდგომ, არ ფლობს გადაადგილების საშუალებას ტრანსპორტს, მანქანას. ახლა კი შეგვიძლია მოусმინოთ უკვე მის დაკითხვას. მოკლედ, მის დაკითხვის ოქმში ნათლად ჩანს. ის მართლაც არ უარყოფს, რომ არ უნდა ყოფილიყო წესით ნაკაშიძეების ბინაში, ნაკაშიძეების სახლში წესით იმ დროს არ უნდა ყოფილიყო, თუმცა მან თქვა, რომ 8 საათიდან იქ იყო, რადგან გულით უცუგზნობდა და მისი შვილის შოთიკოს გამოყვანა უნდა. შოთ არის პირველი ვაჟი ამირან ნაკაშიძის და თინა არის მისი პირველი ცოლი, ვისგანაც პირველი შვილი ვაჟი ეყოლა. ხო, ასევე ჩვენ ვკითხულობთ და მის იმას ეგეც ადასტურებს ჩვენებას, რომ ძიძის ჩვენებაში ვკითხობთ, რომ 8 საათზე მან ზუსტად თინა ზუზაძეს დაუტოვა შვილი დაზარალებული დაუტოვა მას და თავად წავიდა. აქ ძირითადად ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ მას რაღაც ცუც უგრძნობდა გული და თავადაც თქვა, რომ იქ წესით არ უნდა ყოფილიყო იმ მომენტში. სხვა ისეც არაფერს არ ამბობს. ასევე ჩვენს ხელშია წერილი, რომელიც ადასტურებს მათ საუბარს ამ შემთხვევაში ამირან ნაკაშიძისა და თინა ნოზაძის საუბარს. მათ ჰქონდათ წერილობითი მიმოწერა მესენჯერში. ამ მიმოწერის შედეგად მას ძალიან საეჭვოდ უნდა ბავშვის იქიდან წაყვანა. თითქოს და მართლაც იცოდა რა მოხდებოდა. გარდა ამისა გამოირჩეოდა აგრესიული ტონით. შეიძლება სადაც მსგავსი შესაძლებელია მას ყავდა თანამშრომელი და თავად არ ჩაუდენია ეს მოხდება. ვინაიდან თავად რომ ჩაედინა, ბავშვის წაყვანა არ დასჭირდებოდა. ვინაიდან შეიძლება მაგალითად
დროებითი გაიყვანა, უამრავი რაღაც მოიფიქრებინა. ბავშვის გაყვანა ნიშნავს, რომ იქ რაღაც მომხდარიყო. თავად არ მგონია გაიკეთებინა, ალბათ ნამძრახული ეყოლებოდა, თუმცა ახლა ყველაზე რეალური ეჭვდანება ცოდაც თმენიშნია. გამოიკვეთა კიდევ ერთი ეჭვდანელი, ჩემი აზრით ის არის თანამძრახული ფინასთან ერთად, ფინანსებთან ერთად. შემდგომ გადავხედავ სამხილებს, თუმცა ახლა ჩამოგვიდნენ გამომდინარე, ესეც იკვეთება როგორც ერთ-ერთი დამნაშავე. დავიწყოთ. ესე იგი, ასაკი 37 წლის, სიმაღლე 184 სანტიმეტრი, 1.88 მეტრი, წონა 95 კილოგრამი, თმის ფერი მოთმა არ აქვს ზოგადად, თვალის ფერი, ყავისფერი, ფეხის ზომა 53, შემდეგ დომინანტი ხელი მარჯვენა, უნარშეზღუდული არ არის, დაზიანება ნიშანი ან დატვირთვა, ნაიარევი ზურგის და კბილის დატვირთვა, სამხედრო გამოცდილება აქვს, არის მოქმედი ჯარისკაცი, ასევე აქვს თუ არა ახლა იარაღი, ვინაიდან ის ჯარისკაცია, აქვს იარაღი, ნასამართლები არასდროს ყოფილა არც ბავშვობის ასაკში, მიმდინარე გამოძიება მასზე არ არის, გარდა ამისა, პატიმრობის ისიც არ ქონია, თავის არიდება არასოდეს. დამსაქმებელი არის სახელმწიფო თავდაცვის დეპარტამენტი, მისი პოზიცია არის ჯარისკაცი და უკვე 10 წელია ჯარისკაცია. ასევე არ ყავს ავტომობილი. მისი თქმით, სესილი არის მისი ძმისშვილი და იმ ღამეს იმყოფებოდა მეგობართან ზაზა ურუშაძესთან. ჩვენ შევამოწმეთ მისი ტელეფონის ნომერი, ძირითადად ფუნქციონირებს და იყო რამოდენიმე ზარი, მაგრამ არის თავარი ეს ძირითადი 4. ეს ზარის ტიპი რა თქმა უნდა აუდიო ზარები, რაც შეეხება ნომრებს. ამ საკითხს ვიკვლევთ, ესე იგი, ტელეფონის ნომერი მას არ აქვს შესული არც ერთი ზარი თინა ზოზაძისგან. ეს ძალიან თავისებურისაა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ეჭვი მქონდა, რომ ეს ორი იქნებოდა მთავარი ეჭვტანილები, მაგრამ როგორც ჩანს, ზურა ამ საქმიდან გამოირიცხა, ის იყო მეგობართან და თან მის ტელეფონის ნომერზე არ დასტურდება არანაირი მსგავსი ნარეკი რაიმე განსაკუთრებული. მოკლედ თქვენს და თქვენს შეცდომით მოგვიყვება დაწყებული სურათი თვალით რაღაცას გვანიშნებს, რომ ამ სინდრომის დაწყებული სურათი თვალით რაღაცას გვანიშნებს. როიან გრიმ პორტრეტს გადახედა და უცებ ბეზილ ჰოლივუდის მიმართ თამის და უნებური ამერზენის სიძულვილობა დაიწყო. თითქოს ყოველივე სურათზე ასახულმა ჭაბუკმა მყურში და მცინავი გემილით ჩასჭურჭულა. მასში დაფეთებული ცხოველის გიჟურმა სისმაგემ იფეთქა და შეზიზღდა ის ადამიანი, რომელიც მაგიდასთან ისრა, როგორც არასდროს არავინ შეზიზღებია მთელი ცხოვრების მანძილზე. განშმაგებულმა იგივე მიმოიხედა შეღებილი სკევრის თავზე რაღაც აელვარდა, რომელიც მის პირდაპირ იდგა. თვალი იმ საგანს დაადგა. იცოდა ის დანა იყო, რომელიც მას რამდენიმე დღის წინ ამოიტანა თოკის გასაჭერად და წაღება დაავიწყდა. ნელა გაემართა მისკენ. ჰოლივუდის გვერდით ჩაუარა, როგორც კი მის უკან აღმოჩნდა დანას ხელი დასწრდა და მოტრიალდა კიდეც. ხატვარის კამზე ისე შეენძრა, თითქოს აღდგომა შეეცადა. დორიანი მივარდა მასთან და ნახურის ძირში მთავარ ვენასთან ჩასცა. მერე მხატვრის თავი მაგიდაზე ძალით დაახრევინა და კვლავ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ბასრი იარაღით. გაისმა ყრუკნესა და ბოლოს საშინელი ღრიალი, თითქოს მოკლული სისხლში ირჩობოდა. სამჯერ გაიწიმა დაკრუნჩხული ხელები და მერე დამახინჯებული
გაშაშებულთვისებიანი ხელის მტევნები ჰაერში გაქრავდა. დორიანმა დანა კიდევ ორჯერ ჩასცა მომაკვდავს და ადამიანიც აღარ განძრეულა. რაღაც წვეწვეთად ჩამოდიოდა იატაკზე. დორიანი ერთ წუთას შედგა. მერე მომაკვდავს ხელი მოხვიდა და რაც შეეძლო თავი მაგდაზე სულ დაბლა დაახრევინა. ბოლოს დანა გადაისროლა და სმენად იქცა. ხოლო წვეწვეთად მომდინარე სისხლის წყაპუნი გაისმენდა. გაცვეთილ ხალიჩაზე რამდენიმე წუთის მერე კარი გამოაღო და კიბის ბაქანზე შედგა. მთელ სახლს საოცარი მდუმარება დაუფლებოდა. ირგვლივ არავინ ჩანდა. რამდენიმე წამის კიბის მოაძვირზე დახრილი იდგა და თითქოს ჭყვიადით მოცული ჭიდან აქეთ-იქ იწვრიდებოდა, რომ რაიმე გაერთია. მერე მისაღები გამოაღო, ოთახში შებრუნდა და შიგნიდან ჩაკეტა. მიცვალებული ადამიანი წინანდებურად იდგა სკამზე, საოცრად დაძაბული წელში მოხვილი და მაგიდაზე თავდახტილი. მისი უჩვეულოდ დაჭერილი და გამოტენილი ხელები მეტისმეტად გრძელი მოჩანდა. სუპისაზე ახალ-ახალი ნაჯიჯგნი ჭრილობის ნაკვალევს, შედედებული სისხლის შავ გუბეს, რომელიც მაგიდაზე ნელ-ნელა გროვდებოდა და ფართოვდებოდა. ადამიანი ვერ შენიშნავდა, ის უეჭველად იფიქრებდა, კაცს მხოლოდ ჩაცინებია. ოქროს სწრაფად მოხდა ყოველივე. დორიანმა საოცარი სიმშვიდე იგრძნო, სარკმლისკენ გაიმართა, გამოაღო და აივანზე გავიდა. ქარის სისხლი მთლად გაიფანტა და საუზარმაზარი ფარშავანგის ბოლოს წააგავდა, რომელიც ურიც მოკიაფე თვალებს ოქროსად დაეწინტყლა, დაბლა დაიხედა და პოლიციელი შენიშნა. ის აქეთ-იქით მოდიოდა და ფანის მოგრძო ნაცრე შუქს მიანათებდა. ახლა ჩვენ განვიხილავთ ესე იგი ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, სადაც არის კითხვები და პასუხები მოცემული ნინა ნაკაშიძის. ნინა ნაკაშიძე არის ამირან ნაკაშიძის ახალი ცოლი, ანუ მეორე მეუღლე. ახლა დავიწყოთ. სახელი გვარი ნინა ნაკაშიძე. გამომძიებლის კითხვა. რა ურთიერთობას დააკავშირებდით გარდაცვლილთან? სესილი ჩემი შვილია, ანუ ის სესილი არის მისი შვილი. შემდგომ სად იმყოფებოდით 12 ნოემბერს? ნინა, თუ სწორად მახსოვს, 9 საათი იყო დაწყებული, როდესაც მე და ამირანი მივედით სახლში. შემდგომ დეტალურად რომ მოგვიყვეთ რა ვითარება დაგხვდათ სახლში მისვლისას. ნინა, სახლში რომ შევედით პირველი სართულზე მხოლოდ თინა დაგხვდა და მისი ნახვა გაგვიკვირდა. თინა, ვინც ვერ მიხვდით, არის პირველი მეუღლე ამირანის, ანუ ყოფილი ცოლი. მისი ნახვა გაგვიკვირდა, რადგან როგორც წესი მხოლოდ შაბათ-კვირას მოდის ხოლმე დачის წასაყვანად. იმ მომენტში ბავშვები მაღლა იყვნენ. შემდგომ ისევ გამომძიებლის კითხვა. ეს არის დიალოგი გამომძიებელსა და ნინას შორის. თქვენმა მეზობელმა გივიმ აღნიშნა, რომ ხმაური შემოესმა, რომ დაგვიკონკრეტოთ რა გახდა კამათის მიზეზი. ნინა, კამათი რეალურად თინამ დაიწყო. მე და ამირანიც გაღიზიანებულები ვიყავით და რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ყველანი ერთმანეთს ავყევით. კვლავ გამომძიებლის კითხვა. კონკრეტულად რა თემასთან დაკავშირებით წამოიწყო თინამ კამათი? ნინა, ძირითადად ეს ეხებოდა დачის წაყვანის საკითხს, ანუ თინას უნდოდა რომ დачი იმ საღამოს წაეყვანა და ამის უფლება რეალურად არ ჰქონდა. ეს მეურვეობის საკითხია უკვე. გამომძიებელი, როგორ მოხვდა მეზობელი გივი
ურიდია თქვენს სახლში. კვლავ ნინა. როგორც წესი, გივი ხშირად არ გვსტუმრობს ხოლმე. სავარაუდოდ იმ საღამოსაც გივის შემოსვლის მიზეზი ჩვენი ხმაური და ეს არეული მდგომარეობა გახდა. მახსოვს რაღაც მომენტში დაჩიც დაბლა იყო და ამირანმა გივის სთხოვა და დაჩი ოთახში აიყვანა და ასე აღმოჩნდა ზედა სართულზე. კვლავ გამომძიებლის კითხვა. გივის ასვლიდან რამდენი ხნის შემდეგ გაგაგებინათ ინფორმაცია ბავშვის გარდაცვალების შესახებ. ნინა, არ ვიცი, იმ მომენტში არაფერი მახსოვს, არც ის რა თქვა გივიმ. ერთადერთი რაც მახსოვს, ეს ის მომენტია, როდესაც მე და ამირანი მაღლა ავრბოდით და გულში ვიმეორებდით, რომ სესილი კარგად იქნებოდა. სხვა არაფერი ვიცი. გამომძიებელი, თუ გახსოვთ, ვინ და როგორ შეატყობინა ინფორმაცია პოლიციას ინფორმაციის შესახებ. ნინა, იმ მომენტში მართლა არაფერი მახსოვს და ამ ყველაფერზე ფიქრიც ცუდად მხდის. შემდგომ გამომძიებლის კითხვა. ხომ არ არის ვინმე კონკრეტული პირი, ვისაც ეჭვი გაქვთ ჩადენილთან დაკავშირებით, ან რაიმე მოტივი ამოძრავებდა, რომ ოჯახთან დაპირისპირების საფუძველზე ამგვარი ქცევა ჩაედინა? ნინა, არ ვიცი, ასეთი საშინელი რაღაც ვის შეეძლო გაეკეთებინა. ფიქრიც კი ზარავს ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვინმე კონკრეტულ პირს ეს ყველაფერი დავაბრალო. გამომძიებელი. მადლობა ქალბატონო ნინა, ეს უკვე გასაგებია ბოლოს დამშვიდობება. საბოლოოდ სასამართლო დასკვნა, უბრალოდ სასამართლო გადაწყვეტილება. მოსარჩელი ამირან ნაკაშიძე, მოპასუხე თინა ნოზაძე. თარიღი მეორე თვე 12 რიცხვი 2019 წელი. ეს არის მათი განქორწინების დოკუმენტი. ადგილი თბილისი, გასაგებია, ქალაქი თბილისი. დავის საგანი, განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. კარგი, დავიწყოთ, ესე იგი. სარჩელი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ. განქორწინების საფუძველზე შეწყდეს ქორწინება ამირან ნაკაშიძესა და თინა ნოზაძეს შორის. რეგისტრატორი აქტის ჩანაწერი ნომერი 6. შემდგომ მესამე ფაქტორი. თინა ნოზაძეს თავისი არასრულწლოვანი შვილის დაჩი ნაკაშიძის სარჩელის აღძვრის დღიდან ყოველთვიურად დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით.
თინა ნოზაძისთვის განისაზღვროს თავის არასრულწლოვან შვილთან დაჩი ნაკაშიძესთან ურთიერთობების წესი იმდაგვარად რომ დედას შეეძლოს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან ყოველკვირეულად ყოველ შაბათ 8 საათიდან კვირას საღამოს 9 საათის ჩათვლით. ასევე ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების ნახევარს ბავშვი გაატარებს დედასთან. დედას ეძლევა შესაძლებლობა შვილთან კომუნიკაცია ჰქონდეს ციფრული მოწყობილობების საშუალებით შეუზღუდავად. კარგი. აქ არის მათი სურათები, ვინც ფიგურირებდა მოცემულ მომენტში. ესენია მოცემული მის დედა ნინა ნაკაშიძე, მეგობარი ბიძის ზაზა, ასევე ძმა დაჩი, ასევე ტელეფონი, რომელზეც განხორციელდა ზარი, შესაბამისი დოკუმენტები და ერთ-ერთი ასევე სავარაუდო ეჭვიტანილი თინა მოსაძესთან ერთად. და დამატებით აქ არის მოცემული მტკიცებულებები და თითის ანაბეჭდები. თითის ანაბეჭდების გამოძიების შედეგად გამოვიტანთ კიდევ დამატებით დასკვნებს, რომელსაც ცოტა ხანში მოგახსენებთ.